გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. როგორც იცით, გადარბენებზე ვიმყოფები და ყველაფერს ისე როგორც ადრე მქონდა პერიოდი გამეცა პასუხი მოვლენებზე ვერ ვახერხებ, მაგრამ ახლა ბევრი ცუდი ამბები ხდება და საშინელი ტრაგედია მოხდა. აგერ ქართლში, რომელსაც ავიცი ახლა ტრაგედია უგმიროთ არ ქვია ამ ყველაფერს და არ მინდა რა მოვლენაზე ზუსტად ლაპარაკი, იმიტომ რომ გარკვევის პროცესში ვიმყოფებით ამ ყველაფრის თუ იქ რეალურად რაც მოხდა. დანარჩენს კი რაც შეეხება რომ ბიჭო ის რომ რუსეთი ოკუპანტია, ის რომ რუსეთი დამპყრობელია, ის რომ რუსეთს კავკასიაში თავისი ინტერესები გააჩნია, ეს მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი და ახალი არაფერი არ მომხდარა. არაფერი არ მომხდარა. იქ ახლა რაც მოხდა ადგილზე დეტალურად მაგას გავარკვევთ ახლა ჩვენ პატარა ხანში და გაგეგებიებთ ყველას, მაგრამ იქ ახალი არაფერი არ მომხდარა. ყველამ კარგად იცის, რომ საოკუპაციო ზოლი არსებობს, საოკუპაციო ზოლს იქეთ დგას შეიარაღებული ადამიანი, თუ იმ საოკუპაციო ზოლს გადახვალ, გესვრიან, მოკლავენ, დაგჭრიან და ეს იქნება და ეს იქნება. ეს ახალი არა, უბრალოდ რაშია საქმე იცით ხალხო? ამდენი ხანი იმ ადგილზე მონასტერი იყო, სალოცავი იყო, ყველაფერი იყო, მეტნაკლებად მშვიდობიანად ცხოვრობდა ხალხი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ რამოდენიმე დღეების წინ ვიღაცას პატრიოტული გრძნობები გაუმძაფრდა, იქ დროშა აფრიალა, ეს როგორო, ის როგორო და მაინც მოაწყვეს ის სიტუაცია. ახლა დროშას რო დაინახავ, მტრის იქნება თუ შენი იქნება, ეს ნებისმიერ ადამიანზე მოქმედებს და მოხდა ის სიტუაცია, რაც მოხდა. ამ სიტუაციას გამოვიკვლებთ ჩვენ ზუსტად რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რანაირად მოხდა, მაგრამ თუ 15 წლის მანძილზე, ოკუპაციის მანძილზე იქ ტრაგედიები არ ხდებოდა, რატომ მოხდა ახლა? იმიტომ მოხდა, მე გეტყვით, რომ იმიტომ მოხდა, რომ პოლიტიკური სიტუაცია ასეთი. პოლიტიკური სიტუაცია არის ასეთი, რომ სულ რამოდენიმე დღის წინ იყო გადაწყვეტილი, რომ გახსნილიყო სამაჩაბლოს გავლით გზის აღდგენა, ურთიერთობების აღდგენა და მოხდა ეს უბედურება, რომელმაც სპეცსამსახურმა მოაწყო ზუსტად. შემიძლია გითხრათ, მაგრამ არა აქვს მაგას ლაპარაკი, ქართველი კაცის პატრიოტული გრძნობები გამოიყენეს უბედურად და იქ მოხდა ტრაგედია და ახლა იქ რო გზა გაიხსნათ, ასე მოხდეს, ისე მოხდეს, ოკუპანტებთან როგორ დღეს 7 ნოემბერია, ეს საკრალური დღე, იქ რევოლუციის ამბავი, იქ 7 ნოემბრის ამბავი, იქ ატყდება, იქ შეიკრიბებიან, აქ შემოიკრიბებიან, ასე იქნება, ისე იქნება. და ეს მთელი ჯოგნახირი აფრიალებს ახლა ვიდეოს საკუთარ გვერდებზე და ერთი რაღაცა მინდა გითხრათ თქვენ რა. ბიჭო, მომისმინეთ აგერ აცხონოს უფალმა ის კაცი, ვინც გარდაცვლილია ამ უბედურებაში. მაგრამ თქვენ მოგმართავთ, თქვენ Facebook პატრიოტებს თუ შარვალ ჩახტილებს თუ ასე შემდეგ. თქვენი დედას შევეცი მე პირდაპირ გეუბნებით, ბიჭო. თქვენი დედას შევეცი. რა გინდათ რუსთაველზე მიტინგის ჩასატარებლად? თუ თქვენ ქართველის სისხლი გადარდებთ, თუ სისხლის აღება გადარდებთ, თუ რა, მოკიდეთ სახში მამაპაპისეული იარაღს ხელი და წადით ბიზია იმ საოკუპაციო ხაზზე და ისისხლეთ ერთი ოკუპანტი. დაჯდებით Facebook-ზე, გამოაქვეყნეთ პოსტებს და დაიწყებთ ბოდუას, რომ ეს ოკუპანტია, ის რუსეთი რო ოკუპანტია, ეს არავის ახსნა ნორმალურს არ ჭირდება, მაგრამ თქვენ რო ბოზები ხართ, არც ამის ახსნა არავის არ ჭირდება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თქვენ ვინა ხართ და მტერი ვინაა და მოყვარე ვინა, თქვენ ყველა ბოზიშვილები ხართ. ერთი ამ ანტისაოკუპაციო მოძრაობიდან რატო არავინ არ მოკლეს, რატო არავინ არ დაიჭირეს, რაც სადა ერთი მაქარაშვილი, სადა შარვალ ჩახტილი გირჩი, სადა ეს ბოზიშვილი, ეს ღორის თესლები, სად არის? თქვენ რატო არ კვდებით არც ერთი? რატო კვდება უბრალო ადამიანები? მაინტერესებს. ღმერთმა აცხონოს გაანათლოს რა მოხდა ადგილზე გავარკვევთ, მაგას სულ ცოტა ხანში და გავაგებიეთ.
რაზე მეშლება იცი ნერვები? ყველა ჩმორი და ლაჩარი. და ეხლა გამოვლიან, ახლა დაიწყებენ 4 ზურია, ანწუ ხელიძე, ესენი, ჰაი, ჰუი. ეს ბოზიშვილები ახლა დაიწყებენ გმირების და ვაჟკაცების ხსენებას და ახალი სისხლი მიეცათ იმისთვის, რომ ხელახლა ატყდეს მთელი ეს ამბავი. ბიჭო, რუსეთი რო დამყრობელია ცამდა ქვეყანა მიცის, თქვენ ვინ ახართ? თქვენ ხართ ბოზები, თქვენ ხართ მოღალატები, თქვენ ხართ ბოზიშვილები. ვინც ახლა რუსთაველზე შეიკრიბება და ოკუპაციის პროტესტს დაიწყებს და ვინც იარაღს არ მოკიდებს ხელს და შურის მაძიებლად, სისხლის მაძიებლად არ წავა იქ, ყველა ხართ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ბოზების მოდგმა და ნუ გაბოდიალეთ, ანუ ეს ისტორიული აცდენა ნუ გახდენთ რა. არსად არ მინახი ხართ თქვენი ჯიჯილაგიანოთ, ვინმეს გეომოთ, ვინმეს სისხლი გეღვაროთ და დედა რუსეთი ესე გადატვირთვის პოლიტიკა და ამ დროს გამოხდება ეს რა ქვია გიმოდან დაფინანსებული ხოშტარია ფულს იღებს მე რომ მე ვიღებ სადა მე დედამოწყლიშვილები ვინც ახლა ფულს იღებ და როგორ იღებთ ახლა ოკუპანტების მიერ აი ამაშია საქმე და ახლა დღეს უბრალოდ ახლა მე მოვხვდი ერთ ადგილას სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორია და ბედი არის უღმა და აღმადაღმა ნასწავლი ამიტომ მე მინდა დღეს გაჩვენოთ ყველა ქართველი შეიძლება ვერ მოხდეს, მაგრამ ყველას კონდეს ისტორიული სამართლიანობის განცდა, რომ სადღაც მოხდეს, სადაც ქართველი ასვენია და დღეს ვიმყოფები საფრანგეთში, ლევილის მამულში, სადაც აქ რო კითხო ხალხს, თურმე ყველა პატრიოტი განისვენებს და გმირები და მათმა წინაპრებმა თურმე, ესე იგი სისხლი დააღვარეს და წამოწვნენ საფრანგეთში და ასე ქნეს და ისე ქნეს და ლექსები წერეს და ნოე ჟორდანია ეს ეხლა რა მინდა იცი გითხრათ აი ეხლა ცოტა ეს ისტორიული რაკურსი მინდა ჩაგიტაროთ რა აი მინდა ვისაც გაინტერესებს ვიყურეთ ბოლომდე მოკლედ ვიმყოფებით ლევილის ეგრეთ წოდებული ლევილის მამული აი ეს არის ეს ადგილი ეს საკრალური ადგილი ალჩედუ აი ეს ადგილი სადაც არიან თურმე თავდადებული სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები აქ არცაა გარკვევით რა ხდება როგორ ხდება მოკლედ ვიცით რომ ლევილის მამულია წავიდეთ აბა ერთი და ვნახოთ ეხლა აქ ლევილის სასაფლაოზე არის დაკრძალული ეგრეთ წოდებული პირველი რესპუბლიკის გმირები და ეს სალომეს წინაპრები და ეს მე არავის არ ვეხები, შევეხები მხოლოდ ორ ადამიანთან მაქვს მე აქ ინტერესი. დანარჩენს გაჩვენებ ჩემო კარგებო, როგორია ლევილის სასაფლაო. აი ესა. არაფერი დიდი განსხვავება ჩვეულებრივი სასაფლაოებიდან. აქ არიან განსვენებული ქართველობა, ვინ არავის არ ვეხები, გარდა პასუხისმგებელი პირებისა. ეს არის ქართული სასაფლაო, იქ არის ძმათა სასაფლაოც კიდე. ქართულ ფრანგული სასაფლაო, რო იცოდეთ ისე. ამ სამარხში განისვენებს დევნილ ქართველთა ძვლების გროვა მოწყალოდ განწირული რომ უდროდ დაიგლოვა. გიორგი ჯავახიშვილი 1991 ეს. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ თქვენ უხე ხაღე ეშხუწუთან. მოდიში მე ხანდახან სვანურ ენას ვიყენებ ეს დაშიფრული. აი რო იცოდეთ რა. აი თქვენ ახლა ხედავთ ეგრეთ წოდებულ საქართველოს პირველი პრეზიდენტი არ ყოფილა მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია. აი მის საფლავს. აი ეს ყოფილა და მე მინდა ცოტა ისტორიული რაკურსი
დაიკავე მოხდე. თელი ცხოვრება მქონდა ოცნებად, რომ იყო დრო, რომ ეც მეგონა ეს თავდადებული სამშობლოს გმირი, ასე. და სულ მქონდა ოცნებად, რომ ჩამოვიდოდი სამშობლოსთვის თავდადებულ, ტრაგიკულ ქართველობას მივაგებდი პატივს და ესე შემდეგ და ბიჭო, რაც დრო გავიდა, რაც მეტი ვისწავლე, რაც მეტი ვნახე, ყველაფერს სხვანაირად შევხედე, რამაც ჩემ თავზე ისტორიამ გაიარა და აღმოჩნდა ის, რომ მე პირადად აი ეს არსება. ეხლა მე საფლავის შეურაცხყოფას არ მოვახდე, მაგრამ არც ჭიქას წავაქცევ და არც სანთელს დავანთებ და არც კვერცხს არ გადავაგორებ, რასაც პატივის მიგება ქვია და არც შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ქართველი კაცისთვის ყოველთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იყო საკუთარი თავის, რომ საფლავი არავისი არ უნდა შეურაცხო. ამირან დარეჯანის ძეში არის ჯერ კიდევ ნუ ამირან ძმათა მზესა ნურაგიდან ურავისი გამოდი და გამოიხურე სახკარი და კარნი მისნი, თორემ ხალხი დაგძრახავენ მკვდარი გაუძარცავ წვისიო. მიუხედავად იმისა, რომ ის იმ დატოვებულ ანდერტს ასრულებდა. ეხლა მე მოვედი როგორც იქნა აი ამ საფლავზე 1953 აი მე მინდა უთხრა აი ამ ნაგავს, აი და მის ნაგავს შთამომავლობას. როდესაც ეს გამორბოდა, როდესაც ამან დატოვა სამშობლო, ჩემი დიდი ბაბუა ერმან ნემსაძე იქ დარჩა. აჭარის გათავისუფლებისთვის მაზნიაშვილთან ერთად იბრძოდა და არ დაუტოვებია სამშობლო. ბათუმიც გაათავისუფლა, აჭარაც გაათავისუფლა და კაცურად დარჩა ბოლომდე. აი ამ ნაგავმა, მისმა ნაგავმა ეგრეთ წოდებულმა თანამოაზრეებმა და მოღალატეებმა ყველაზე რთულ დროს მიატოვეს ჩემი სამშობლო, დაკრეს ფეხი, 47 ყუთ ოქროს ზოდებს მოკიდეს ხელი, საგანძურს მოკიდეს ხელი და გამოიქცნენ იმისთვის, რომ აქ საფრანგეთში კარგად ეცხოვრათ, აი შატოებიც ქონოდათ, აი დროსტარებაც ქონოდათ. რატო ვამბობ ამას? რატო არაა განხილული და დაგმობილი ეს ნაძირალა მათხოვარი, რომელიც პირველი დაუძინებელი მტერი იყო ილია ჭავჭავაძის. ილია ჭავჭავაძის პირველი დაუძინებელი მტერი იყო და როდესაც მიდგებოდა საქმეებზე ეს მათხოვარი, ეს ჩათალახი რას ამბობდა, იცით? საქართველო დამოუკიდებლობას ვერ მიიღებს თუნდაც ლანგარზე დადებული მიართვანო. ხალხის მტრები და მოღალატეებიო. ილია ჭავჭავაძეზე ამბობდა. ეს ქვეწარმავალი. ესო, როდესაც მოკლეს ილია რა თქვა, იცი? ხესრო ჭრიანო ნაფოტიც ვარდებაო. ეს კოსმოპოლიტი, ეს მათხოვარი, ეს ნაძირალა, ეს და რა მინდა იცი ქართველებო, არჩევნების მე მის მერი არ მწავს, როდესაც ილია ჭავჭავაძის და ნიკო ნიკოლაძის პარტიას აი ეს გველების შთამომავლობა მოუგებდა არჩევნებში, მის მერი არ მწავს და აი ეს ნაბოზვარმა და ნაჩათლახარმა შთამომავლობამ დღეს რო პრეზიდენტად წამოპლაკული აქ მოვიდა დროატარა იგემა იგულავა და საქართველოში ჩემო კარგება ჩამოვიდა პრეზიდენტად და მე არ მაფასებთ, კიდე თქვენ არ ახართ თქვენ ფასებთ. როდის უნდა დაიწეროს საქართველოს რეალური ისტორია და როდის უნდა დაიწეროს რეალურად, რო ვთქვათ, ჩვენი ერის ღირსების კოდექსი. აი აქ ვარ ვიმყოფები უბრალოდ და ზიზღის, სიძულვილის, ფურთხის მეტი არაფერი არ ამაკამა. არაფერი ამ ქვეწარმავალ საქართველოს დამოუკიდებლობასთან არ აკავშირებს. ისტორიამ უბრალოდ მიცა საშუალება, რომ ხელი მოეწერა ამისთვის. მთელი ოქრო, მთელი ქონება წამოიღეს, დრო ატარეს, იგულავეს და მერე ვითომ აქედან ჩვენ გვასწავლიდნენ ქართველობას და ჩვენ გვასწავლიდნენ ზნეობას. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, როდესაც ერი
თავის საკუთარ ისტორიას ივიწყებს, იმას მომავალი არ გააჩნია. მე მაინტერესებდა თუ აქ იმყოფებოდა მისი გამოთქმული ლექსი, წარწერა. დაგვირდით ნახე რა წერია. საქართველოს 1918 წელს 26 მაისს მისი მეთაურობით აღადგინა თავის სუვერენულობა რუსეთის 117 წლის ბატონობის შემდეგ. აი ეს ღორიშვილი, რო იცოდეთ, ამხანაგი ლენინის უახლოესი მეგობარი იყო. ამხანაგი ათათურქის უახლოესი მეგობარი იყო. და საქართველოს ტაოკლარჯეთი რატო დაკარგა, იცით? იმიტომ რომ ამ ქვეწარმავალმა ხარი გადახვია და ხელი გადახვია ლენინის ქვეწარმავალ მოკავშირეს ათათურქს. და საქართველოს თხასავით გაწირეს. ბოზერმა იგულავეს და გააგრძელეს ცხოვრება. დღეს კიდე წარმოჩენილი გვაქვს ისე რომ თურმე აქ განსვენებული, აქ ბევრი ღირსეული განისვენებს, ღირსეულების განისვენებს. მაგრამ უღირსი ბევრი განისვენებს, მათ შორის პირველი ნოე ჟორდანი. მათ შორის პირველი ეს ქვეწარმავალი. მისი მოდგმა წეული არის ეს კაცი და წეული არის მისი შთამომავლობა სამშობლოს ღალატის გამო. ეხლა წავიდეთ ქაქუცას საფლავი ვნახოთ და გადავიღოთ. მუხმეთ, აქ სულ ქართული საფლავებია. არა ძმაოს, სიმართლეს მიიტყვი ოღონდა. ეგ სიმართლე. რას? ეგ სიმართლე არ თქვა ძმაო და რო კითხო, ამათ ყველა გმირები არიან. როგორ არიან გმირები? სამშობლო მიატოვეს ომის დროს, სისხლის დროს, უბედურობის დროს. ერთი მე მაინტერესებს, მუხმე, კეცი. ერთი მე მაინტერესებს. აქ ეს საფლავი ამ დღეში რატო იმყოფება? რატო იმყოფება ეს საფლავი, როდესაც კაც, რო კითხო, პრეზიდენტი საფრანგეთის მოქალაქეა. რო კითხო, იმას რა ქვია, ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, საფრანგეთი ჩვენი ძმა. ეს არის საფლავი. მოდი მოხმე. დავიღოთ. აი, წესიერად არ იკითხება. კაცაძე. ხო, რატოა ეს საფლავი მიუხედავი? რატოა უპატრონოთ ეს მიგდებული ყველაფერი? ამას თამომავალი არ დარჩა. სადაა საელჩო? სადაა ჩვენი კულტურის სამინისტრო? ორი კინკილა საფლავისთვის ვერ მოუვლიათ. დავიდით. ხო. აი, აქ არის ქაქუცას საფლავი. ხო? დაიკავე. ესაა ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი, რომლის ნეშტიც გადასვენებული. ხედავთ, ხო? ეს ძველი წარწერი, აქეთ იქ. ეს რო კითხო, ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის თავდადებული ხალხი. ქაქუცა ჩოლოყაშვილს 21 წელს არ დაუტოვებია საქართველოს. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა აჯანყება მოაწყო საქართველოს. ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო მეომარი, მებრძოლი სამშობლოსთვის თავდადებული. მაგრამ რა მოხდა? აი ეს ქვეწარმავლები გარიგდნენ. პოლიტიკა აქედან აწარმოეს საქართველოში. აჯანყება 24 წლის აჯანყება მოაწყეს, იმიტომ რომ რუსეთს ჰქონდა პოლონეთთან ომი. ეგენი პოლონეთის დაზვერვა შეეკრენ. რუსეთმა პოლონეთთან ომი იმ პერიოდში წააგო და საქართველოში აჯანყება მოაწყობიეს განწირული უბედურებისთვის, რომ რუსული ჯარები საქართველოში გადმოსროლილიყო, სისხლისღვრა ყოფილიყო, უბედურება ყოფილიყო და საქართველო დასამარებულიყო უბედურებიდან. და პოლონეთს მიიღო, აი ამას ქვია, როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ემსახურება. და ქაქუცა ვაშკაცი კაცი და სამშობლოსთვის თავდადებული კაცი, მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანაო, ისი ნათქვამიც არის, ასე იქნა გამოყენებული. ამიტომ ყოველთვის უნდა დაფიქრდე ადამიანი. რას ემსახურები, როგორ ემსახურები, რანაირად ემსახურები, ეს ძაღლის გაგდებულები. აქ გემრიელად იჯდნენ სამდენ და ჭამდნენ.
გადაიღე მოხდე. ხო. ესა. მე ვითომ ქაქუცა საფლავზე გარდობდნენ რა. და რატო გეუნები, იცი ძმა? შეხედე. ერთი წუთი ერთ რაღაცას დიდად არ შეგაწყენ თავს. მე ცალკე ამაზე ჩვენ ერთი დოკუმენტური ფილმი დაწყებული გვაქვს და ვასრულებთ წარმატებით და მეორეს გადავიღებთ მე ამათზე. ესე იგი გენერალი მაზნიაშვილი, რომლის მიმართაც ასე ისე ამბებია, რომელსაც შეატოვეს ყველაფერი, რომელიც იძულებული გახდა დაეცო, იძულება არ ჭირდებოდა მაზნიაშვილს, მაგრამ იძულებული გახდა იმ რთულ რეალობაში ეხემძღვანელა მენშევიკური და ბოლშევიკური ჯარებისთვის, იმისთვის, რომ აჭარა ყოფილიყო თავისუფალი. და მას შეუთვალეს. აი ესენი ხო გაიქცნენ? ესენი ხო ყველა გაიქცნენ და მაშინ შეუთვალა ორჯონიკიძემ, რომ მენშევიკების გენერალო იბრძოლეო და მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკების, მე საქართველოს გენერალი ვარო და გადაარჩინა აჭარა იმან, ახლა დეტალებზე ცალკე არ ილავ. მე როცა შემოესიენ რა ხდება პრობლემა? როდესაც დადგა დრო, რომ დაუწყეს ეს ტროცკისტების უდედურების სიმართლე უნდა ითქვას. ბოლშევიკური არმია ჩააბარეს თავის დროზე გენერალ მაზნიაშვილს. მის მერე, იმ ბრძოლების მერე და მერე ახლა ატყდა 1923 წელს ირანში გაიქცა, ირანიდან ჩამოვიდა აქ და ნახა ესენი. ეს მთელი საქვეწარმავლეთი, რომლებმაც მთელი ოქრო, ფული, ქონება გამოზიდეს საქართველოს და აქ ჩამოეტრინა. და რა იცით? ვერ გაძლო კაცმა. ვერ გაძლო ემიგრაციაში და პირდაპირ უთხრა და ამათ რა უთხრა, იცი? დედააგინა და უთხრა პირდაპირ, რომ ამისთვის წამოეთრიეთ ემიგრაციაში, რომ მთელი ქართული ქონება გესვათ, გეჭამათ და გიგულავათ და შვილები ქართულად არ გაგეზარდათ და საქართველოს გათავისუფლებისთვის არ გებრძოლათო და დაბრუნდა საქართველოს, სადაც უეჭველი სიკვდილი ელოდებოდა და დახვრიტეს. ესენი დარჩნენ აქ. დაიწყეს ლექსების წერა, ეს და ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც მცველად იყო დამდგარი ქართული საგანძურის, 47 ოქროდან კაპიკი არ შეაწიეს იმისთვის, რომ ქართული საგანძური დაეცვათ. რაც შეეხება ამ ქართული საგანძურის დაცვას, ენა რო გაქვთ წაგდებული. ბიჭო, ქართული საგანძურის დაცვა ის ერთ ადამიანს რა უნდა შეძლებოდა, როცა მეორე მსოფლიო ომი მიდიოდა, არავინ არაფერს არ იმდობდა და საფრანგეთიც ოკუპირებული იყო და ოკუპაციის შემდეგ და თქვენ რა გონიათ, ბიჭო, რომ რაიმე კულტურულ ღირებულებას რომელიმე ქვეყანა ჩაიგდებს და უკან მარტივად დაგიბრუნებთ, თქვენ გონიათ? თქვენ გონიათ, რომ ასე მარტივად ხდება? აგერ ჯოკონდა ლურში გამოკეტილია სხვა უამრავი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი ხელოვნება პარიზის და ლონდონის მუზეუმებშია დაცული. ვინმე უკან რამეს აბრუნებს? აქ რაც იმყოფებოდა, აქ იმყოფებოდა მთელი ქართული კულტურა, მთელი ქართული საგანძური და ერთი ექვთიმე თაყაიშვილი ადგა თავს, რომელსაც არც იარაღი ქონდა, არც ჯარი ქონდა, არაფერი არ ქონდა. თქვენ გონიათ, რომ მისი ნებით დაგიბრუნებდათ ვინმე? ეს იყო შარლ დე გოლის, ჩემთვის პოლიტიკის ეტალონის პიროვნების და იოსებ სტალინის შეთანხმება, რომ იმისთვის, რომ საფრანგეთისთვის სტალინს და საბჭოთა კავშირს მხარდაჭერა გამოეცხადებია, ყველაფერი უნაკლოდ ერთი წერტილმძიმე რო არ დარჩენილიყო, რომ საქართველოში დაბრუნებული. და ეს იყო შარლ დე გოლის, იოსებ სტალინის და განძის მცველის უბრალოდ ტექნიკური ამბავი იყო, იმიტომ რომ ექვთიმე თაყაიშვილი არ იყო მოღალატე აი ამათგან განსხვავებით, აი ამ ჟორდანიებიდან და ამათგან განსხვავებით და დაბრუნდა საქართველოში ზუსტად იოსებ სტალინის დახმარებით.
და ესაა ჩვენი ისტორია, ესაა რეალობა. ამათმა კიდე ქვეწარმავლები თვითონ ხო იყვნენ, ხო ეზიზღებოდათ ილია, ხო ეზიზღებოდათ საქართველოს დამოუკიდებლობა, ხო ეზიზღებოდათ ყველაფერი. აი იმ ყველაფერმა გაიარა და მისმა შთამომავლობამ გააგრძელა სალომეებით, სამგლეებით და საუბედურებით საქართველოს ღალატი, რომელიც დღემდე გრძელდება. ეხლა სულ მქონდა ოცნებად რომ მოხდებოდი საფრანგეთში მენახა და მეც მქონდა ესეთი განცდა რომ ესენი იყვნენ გნირები. აქ არის კატეგორია რომლებიც მართლა იყვნენ, რომლებსაც მართლა ჯეროდა, მაგრამ აი ამ ქვეწარმავალი ჟორდანიას და აი ამ სხვა მოდგმის აჩვენე. აი ამ ქვეწარმავალის და მათი მოდგმის. ჯერ იმ მიუხედავად იმისა, რომ ვინმეს მოწონს, არ მოწონს პირველი რესპუბლიკის დროშა, ხო? პირველი რესპუბლიკის დროშა და პირველი ეროვნული დროშა, მე მინდა გითხრათ, ხალხო, არც ეს ყოფილა საქართველოს დამოუკიდებლობის ნამდვილი დროშა, მაგრამ ისტორიამ ასე მოისურვა, რომ ამ დროშის დახმარებით, აი ამ დროშის ქვეშ საქართველოს ორჯერ მოიპოვა დამოუკიდებლობა 21 წელი იყო თუ 91 წელი იყო. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო ქართული ეროვნული დროშა. ეს იყო გერმანიის იმპერიის იდენტიფიცირებული დროშა ქართულ რეალობაში წითელი, შავი, თეთრი. ვისაც ჩემი სიტყვის აღჯერა შეგიძლია დაგუგლოთ და ნახოთ გერმანიის დროშა 1914-1918 წლებში, როდესაც პირველი მსოფლიო ომი მიდიოდა. და მაგის მიმბაძველობით იქნა შექმნილი ეგრეთ წოდებული ქართული დამოუკიდებლობის დროშა, რომელიც აი ამ ნაგავს ეს არის ნაგავი არის თვითონ, ნაგავი იყო მისი ცხოვრება, ნაგავი არის მისი შთამომავლობა. პატივისცემა კი არ უნდა. ამას უნდა მონანიება. და მოდგმით მოღალატეებს მინდა გითხრათ. დღეს 1000 უბედურება ხდება. საფრანგეთი ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაში გვერდში გვიდგას. მე ვეცდები, რომ ეს ყველაფერი ჩვენებურად მოვახერხოთ. ლახსკეჭა. არის. ჩვენ საფრანგეთმა და ფრანგმა ერმა ბევრი სიკეთე გაგვიკეთა და ამას დანახვა ჭირდება დაწყებული დიდგორის ომიდან 21 წელში ეს ნაძირლები რო გამოდიოდნენ, ფრანგული ფლოტი უკეთებდა მხარდაჭერას, რომ ბოლშევიკებს არ გაეძარცვა. და ამას თავისებური მადლობა ჭირდება ყველაფერს, მაგრამ აქ ვინც განისვენებს. თქვენ ყველა გმირინ უგონიათ რა, განსაკუთრებით ჟორდანია. ეს იყო ძაღლიშვილი, ძაღლის გაგდებული, ეს იყო მათხოვარი, ნაძირალა, მოღალატე ადამიანს, რომელსაც შეიძლება ილია ჭავჭავაძეს ძულდეს იმას, როგორ შეიძლება სამშობლო უყვარდეს. და 1921 წლის ამბები არის გამოსაძიებელი თავიდან ბოლომდე, თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფოდ შევდგეთ და აქ მოვლიან მთელი ბოზები, ბოზთა მოდგმა და დაიწყებენ ესეთ რაღაცას. გმირები, გმირის შთამომავლები, გმირი წინაპრები, გმირები კი არა, ვინ სამშობლო ყველაზე რთულ დროს დატოვა და გამოიქცა 99.9% ყველა მოღალატე იყო. მე ასე მიმაჩნია. და დღეს აი ამათი დამყალი მოდგმაა საქართველოს სათავეში. ხვალზე საქართველოს რო გაუჭირდეს, წამოეთრევიან საქართველოს ქონებას, წამოიღებენ და სადაც ხალხანი კიდე ერთ 2 კვადრატს ეგერ გადაზომავენ და იქანი იქნება საფლავი სალომეებს და იმას და გააგრძელებენ ცხოვრებას. აი ეგა. ამაზე მოხდა მე ცალკე. ჩვენ სვანეთის აჯანყება რო ხდებოდა, სვანეთის აჯანყების გმირები ცალკეა კიდე მოსაძებნი, ჩემი დიდი ბაბუის და ბაბუაშენის და ამათი ხალხის ყველასი და ეგ ცალკეა, ეგ ჩვენი ისტორია, ჩვენ თუ არ ვისწავლეთ და თუ არ იმასკეთ, ესენი ამ დროს გაქცეულები იყვნენ და ქაქუცაზე ქონდა შეტენილი ყველაფერი რა. ოდიშით ეხლა რეალურად
უკაცრავად. რეალურად ამ ყველაფერს დოკუმენტალურად გადავიღებთ, ყველა ფაქტებით, ყველა წერტილმძიმით, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და ჩვენ მოვახერხებთ ამ ყველაფერს და ქვეყნის გადაგვარება მაშინ იწყება, როდესაც საკუთარ ისტორიას ივიწყებს ერი. არ მაინტერესებს ახლა კომენტარებს არავისას არ ვკითხულობ და არც მაინტერესებს ვიღაცის ბიჟუტური. თქვენ გაიარეთ ჩემი გზა, ჩემი ოჯახის გზა და მე მელაპარაკეთ ბევრმა როგორ და რანაირად და რატო. მე თუ რამეს ვლაპარაკობ, ყველაფერზე მაქვს მტკიცებულება. და მე მინდა ვთქვა, ვინც 1921 წელს სამშობლო მიატოვა, 1921 წლის მარტში 99.9% ყველა იყვნენ მოღალატეები. ყველა იყვნენ მოღალატეები, რომლებმაც საკუთარ ფულზე, ქონებაზე და ევროპის ბილეთზე გაწირეს საკუთარი სამშობლო. ყველა მათი ტაშის მკვრელი, ყველა მათი მოტრფიალე, ყველა მათი ან ჩლუნგია, ან შეგნებული მოღალატე. აი ეს ასიმა. წავედი ახლა ბევრი საქმეები მაქვს და ამ საქმესაც რამენაირად მოვამ თავს და ამასაც ექნება ღირსეული პასუხი გაცემული, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია რეალურად. ამ სასაფლაოზე კიდე. აი ხედავთ რაცა. გენერალ დეგოლის წარწერა არის. მაშინ ფრანგული დროშებია ორივე. ქართული დროშა არ არსებობდა, მაგრამ არც ის დროშა ყოფილა ნიშნად, რომელი დროშაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ფრიალებდა. ხო, მესვის ძალიან საშინელი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ქალბატონო ანასტასია, საერთოდ ფეხებზე მკიდია თქვენი აზრი. თქვენი აზრი, თქვენაირი ადამიანების აზრი, ლანძღვა გინების დიდო სტატი ვარ თუ ესა ვარ თუ ისა ვარ. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე მაინტერესებს ობიექტურობა, თქვენ არ გაინტერესებთ ობიექტურობა, თქვენ წულაიებს და ამგენს და ნაცებს და ქოცებს და ამგენს ბალეშიკობთ და გააგრძელეთ ეს თქვენი ფსევდოპატრიოტული დემაგოგია, ასე რომ სულ ფეხებზე მკიდია ვინ რას ფიქრობს ჩემზე. მე მინდა ჩემი ვთქვა მოვა ამ დროებაში თუ არა მომავალ თაობაში ყველაფერს პასუხი გაეცემა. და 99.9% ყველა მოღალატე იყო ვინც სამშობლო დატოვა 1921 წელს. ეს არის სიმართლე. და თქვენ კიდე ქალბატონო, მე რომ მასწავლით აქ ჭკუას, თქვენ თვითონ მოსკოვში ხართ წამომჯდარი. და მე მასწავლით რა უნდა ვაკეთო და რა არ უნდა ვაკეთო რა. იმიტომ არა, მოსკოვში ძალიან ბევრი კაი ქართველია და რუსეთში ძალიან ბევრი კაი ქართველია, მაგრამ შენგან მე ჭკუ არ მესწავლება რა. გოგია წულაიამ შეგინდოს დანარჩენი არ მაინტერესებს. კარგად იყავით.